ხასი კაცი გვიყურებს. ავიდეთ 1-2000-ზე და მე წავა. მე წავა ამ სახში რა ხდება, ჩემო უსაყვარლესებო, ხო გაინტერესებთ? აი ამათ ჯინაზე მე ვიქნები ადამიანი, ვინც აი ამათ, აი ყველას აი ესე ნიღბები რას უკეთიათ, რომ აი ესე ჩამოხსნის ჯავახა და სამართლიანობას აი ესე ააფარებს თავზე, აი შენი სამართლიანობაო. კარგი, მოდი თავიდან როგორ დაიწყო ჩვენი კონფლიქტები, განვიხილოთ ჩემო უსამაგრესებო. არ მინდა ეხლა ხო აი თავზე, მაგრამ მოდი ვისაუბროთ. სამართლიანი აზრის დაფიქსირების დროს ეს ადამიანები რო იჭრებიან და აი ამ სიმართლე რომ წარეა აი ამასთან დაკავშირებით ეს ადამიანები რო იჭრებიან, ეხლა მოდი განვიხილოთ ის შემთხვევები რაც მოხდა. ყველას გაინტერესებთ ალბათ და ვიტყვი იმასაც რომ მოგიხსენებათ გულის პრობლემები რომ აქვს ალბათ ყველამ კარგად იცით და ესე იგი ეს მჭვალობს ხოლმე რა და გამემჭვალა გული ვერ მივედი ლაივზე თავს რო ესე ვწევდი ხალხო ეგრევე ძალიან მიჭერდა აქ კანკალები და რაღაცები რო დავემართ და მაგ ფაზაში ვიყავი სასწრაფო გამოვიზახე მოვიდა წამლები დავლიე დავიძინე და გამიარა ხალხო გესმით თუ ჭედავს თუ რა ხდება ერთი გამაგებინეთ გთხოვთ დღეს აუცილებლად ვარ აუთსაიდერი ესე იგი როგორც კი მოვედი სახში ეგრევე დაიწყეს ჩემზე დაჭერა რა ამ ადამიანებმა რა აი ლაივზე არ მოხვედი შენ ესეთი ხარ შენ ისეთი ხარ და იმას არ მიხმა გესმით დამიწერეთ კომენტარებში 2 წუთი კარგი, გასაგებია. ეს ადამიანები, აი ეს დაიწყეს დაჭერა არაფერი, აი ვაფშე არაფრიდან გამომდინარე. წავიდა ჯავახაზე 1-2 დავიღალე ხალხო უკან სასწრაფოზე მეკაიფებიან ხალხო. ანუ თინათინს რო ანუ გამოიძახა სასწრაფო აქ რო იყო და ანუ ეს ადამიანები რო გაეხუმნენ. აი ესე დადგა და მეკაიფება, ანუ რაც არ მოსწონთ იმას რო აკეთებენ. აი ამაზეც მაგ ზუსტად საუბარი და მოიცადე რა ხდება. მოიცა ეს კომენტარი უნდა წავიკითხო აუცილებლად. აი მარაკაცი, აი ის არაკაცი ჩემზე როგორ იძახის რამეს ხალხო ვაფშე. ანუ მაგ ადამიანმა იცის რომ ლელუსაც შეყვარებული ყავდა და ყავდა ურთიერთობაში იყო და აი ესე ანუ არ ვისაუბრა ამ თემაზე და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თქვენთან რა. აი ესე ფოტოზე დგას და აი ესე ეფერება ხალხო. ის ვიდეოები ნანახი გექნებათ ფოტოზე რო დადგნენ ეგ და ლორენცო და ესე რო ეფერება. აი ესეთ რაღაც საკეთებს ლორენცო. მერე მარიამთან მიდის რომელიც არის 18 რა? ტელეფონი მომეთქრა ინტერვიუსთვის გაემზადე რა. უნდა დაგემშვიდობოთ. ხო, გასაგებია დავამშვიდობები ხალხს და გამოვალ. მიდი ეხლა. მიყვარხართ ხალხო და იცოდეთ რომ დღეს აუთსაიდერის სკანზონზე ვარ და აუცილებლად ყველა მინდა რომ მობილიზდეთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არასამართლიანობა არ უნდა გაიმარჯვოს და ეს ნიღბები უნდა ჩამოხსნათ ამ ადამიანებს. ამიტომ მიყვარხართ ყველა და გაემზადეთ აუთსაიდერის